13.202 ჰექტარი არის, რა ვიცი, მზარმაზარი ტერიტორია არის, არ დარჩა ნეიტრალური სახელმწიფო მიწა, რომელიც ანუ ყველა ვიხდებით თანაბარუფლებიანი. ეხლა უკვე ის განაგებს, ვინ გაივლის, სად გაივლის. ჩემი ტერიტორია არის ალყაში სამონადირეო მეურნეობაში, ესე იგი, აი ყობიდან, აი როგორც ჭიშკრიდან გადავდივარ, უკვე სამონადირეო მეურნეობაში ხდები. არც ბილიკია გამოყოფილი, არც საზღვრებია იკიდავი, ჩემს ყობესთან მოდი სამონადირეო მეურნეობა. ჩვენ სახლამდე მისას გზებზე უკენიათ ფოტოხაფანგები და გვიკონტროლებენ, ვინ შევა, ვინ გამოვა, რამდენი სტუმარი მოვა ჩვენთან და რამდენი სტუმარი წამოვა. ჩვენ ფაქტიურად ცხოვრობთ ტყეში. ტყეში ვართ რა, ეხლა მე სახლამდე რომ მივიდეს ადამიანი 2 კილომეტრი ტყეში უნდა იაროს და მისი ფაქტიურად ყოველდღიური აქსესორი, ან როცა საქონელს ერთი ადგილიდან მიდენის მეორე ადგილზე მიყავს, მისი აუცილებელი ატრიბუტი არის იარაღი, უნდა კონდეს მხარზე, რა ტყეში მოძრაობს, ნადირია უამრავი და თავდაცვის მიზნით. ყოველთვის უნდა შეუთანხმდეს ადმინისტრაციას და ფაქტიურად მის ნებაზია დამოკიდებული გამიშვებს თუ არ გამიშვებს.